გამარჯობათ მეგობრებო, ძალიან სამწუხარო ინციდენტი მოხდა და პირველ რიგში მოუწოდებ ყველა მხარეს ამწოვებთ სიტუაციას, ისე დაძაბულს, ძაბავთ. არის სახელმწიფო უწყებები, არის პოლიცია და გამოძიება ყველაფერს დაადგინს. მე ვესაუბრე ახლა ამ ქალბატონებს და მომიყვეს რა და როგორ და ძალიან ადეკვატურები ჩანან და ძალიან ნორმალურები. აქვთ კიდევ რაღაც ვიდეოები აივნიდან გადაღებული და დაველოდეთ გამოძიებას და გამოძიება დაადგენს ყველაფერს. მე რა თქმა უნდა შევთავაზე როგორც შეეფარება ქართველ ადამიანს, ქართველ კაცს დახმარება ფინანსური ადვოკატისთვის, ექიმებისთვის და მომწერენ თუ დაჭირდათ, როცა დაჭირდებათ, მომწერენ რამდენი დაჭირდათ თანხა. იცით რას გეტყვით ბიჭებო, აი ჯიგრებო. არ შეიძლება ასე სირცხვილი. ჩვენ ქართველებს სულ სხვა სახელი გვაქვს სოფლიოში და ასეთი კადრები ეს წერდება მართლა მთელი სოფლიოში, დიდი და პატარა ხედავს ამას. და ჩვენ ვართ ქართველები ღვთისმშობლის წინხელდრი ქვეყანა და არ არის ეს ჩვენთვის ლამაზი და სასარგებლო. ამიტომ ყველა უნდა ისე მოიქცეს, როგორც შეეფარდება ქართველს და ჩვენ წინაპარს. იმედი მაქვს, რომ გამოძიება იქნება დროული და გამჭირვალე.